გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მეორე დავით კალანდია. ხატია დეკანოიძე აცხადებს, საქართველოს უახლეს ისტორიაში არ მახსენდება პოლიტიკოსი საჯარო სიტყვისთვის ციხეში ჩაესვათ. ხაბეიშვილი კი ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა ფარისეულურ თამაშობს ქართული ოცნებაო. კი ვიტყოდი მაშ მომტყუანს ხატია დეკანოიძე, მაგრამ ზარათუსტრა არ მაძლევს ამის უფლებას და ჩემს სათქმელს სხვა ტალღაზე განვაგრძობ. ვიტყვი ასე, მართალს ბრძანებთ ლედი ხატია. უახლოეს ისტორიაში ამას მართლაც როგორ გაიხსენებთ? თქვენი ჰუმანური მმართველობის დროს საჯარო სიტყვისთვის ადამიანს კი არ დაიჭერდნენ. უბრალოდ ჰაერში გააქრობდნენ. აბა გაებედა ვინმეს ის, რაც ლევან ხაბეიშვილმა გაბედა. ხაბეიშვილმა კი ეს იმიტომ გაბედა, რომ ზუსტად იცოდა ოცნების ხელში რაც არ უნდა მოეფიქრებინა, მაინც ყველაფერს აპატიებდნენ. გაანებიურა ბატონო ამ ხელისუფლებამ ეს ჩვენი ონავრები და თავზე დაისვა. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, მიშას დროს იგივე რომ მომხდარიყო, რომელიმე მეტნაკლებად ცნობად სახეს საჯარო დაედო პირობა, რომ სპეცრაზმელებსა და პოლიციელებს $200,000 გადაუხდი და საიდუმლო მასალები გამოეტანათ და წტრნებზე უარი ეთქვათ. წარმოიდგინეთ? ვერა ხომ? ვერც წარმოიდგინეთ, მაშინ ეს პირდაპირ კამიკაძეობას ნიშნავდა. ასეთი აზრი თავში გაელვებასაც კი ვერ მოასწრებდა, ისე სწრაფად გაქრებოდა სხეულიანად. ოცნება, როგორ გაათამამე ეს უნიათოები. ისე გაუვიდა თავს, რომ კიტრი ეგონათ საკუთარი თავი. ახლა კი, როდესაც მათ დანაშაული ოდნავ სიმბოლურად მაინც ისჯება, ისეთი საყოველთაო საერთაშორისო შეშფოთება იწყება, რომ ლუკმა აღარ გადაზდით ყელში. დამნაშავე უნდა ისჯებოდეს. ოღონდ არა ისე, როგორც ეს ადეიშვილ, სააკაშვილ, ახალაიას დესპოტიის დროს ხდებოდა, როცა ეს სოციოპატები ერთმანეთს სისასტიკეში ეჯიბრებოდნენ. უნდა ისჯებოდეს ჰუმანურად, კანონისრული დაცვით, მაგრამ აუცილებლად უნდა ისჯებოდეს. თორემ თუ არ დაისაჯენ, აი მაშინ მართლა აღარ ყოფილა ჩვენი საშველი. ადეიშვილი რა გამახსენდა, ჩემ და უნებლიეთ კვლავ უკრაინისკენ გადავინაცვლებ. პერიოდულად უკრაინული მხარე სააკაშვილის დაბრუნებას მოთხოვნას ააქტიურებს ხოლმე. პოდოლიაკის ბოლო დემარშიც ამის მორიგი კლასიკური მაგალითია. რამდენად გულწრფელად ითხოვენ და საერთოდ რაში სჭირდებათ ეს მძიმე ტვირთი, კაცმა არ იცის. საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, ვიფიქრო, რომ საკუთარი ნებით არც აკეთებენ. ამ გაგანია ომში ნამდვილად არ აქვთ სააკაშვილაობის დრო, მაგრამ სააკანტ ოჯახის სიმდიდრე, ხომ ვიცით? პერიოდულად ფინანსურად შეაგულიანებენ ხოლმე რომელიმე სენატორს ან ევროპარლამენტარს, მერე დაუდებენ წინ გამზადებულ ტექსტს და ისიც პოპკა დურაკივით იწყებს მიშაზე ნაღვლიანი არიის მღერას. მერე ალბათ უკრაინელებსაც გადაზახებენ, აბა შეუბერეთო და ისინიც ითხოვენ, თორემ მიშა უკრაინელებს ისევ სჭირდებათ, როგორც ძაღლს მეხუთე ფეხი. თუმცა სხვა ვერსიაც არსებობს. ამბობენ სააკაშვილი ზოგიერთ გავლენიან ევროპელ და უკრაინულ ჩინოსანს აქედან ემუქრება, თუ არ გამომაძვრენთავლაპარაკდები და ყველას ჩაგაყოლებთო. როგორ მინდა არ გამოაძვრინონ და მართლა ალაპარაკდეს. ოცნების ხელში იმედია ვერ გამოძვრება, ამიტომაც ველოდები როდის დაიწყება ახსარებების სერია, ახალი სეირით მაინც დავტკბეთ. აი უკრაინის ხელისუფლებას კი ერთ რამეს ვერასდროს ვაპატიებ. ელჩის გაწვევა და ჩვენი მისამართით გამოტყორცნილი ნაგლური განცხადებები კიდევ ჯანდაბას. ომში მყოფი ქვეყანა თან ვიცით რომ ხისტი ხალხია, მაგრამ აი რა არის სრულიად ჩემთვის მიუღებელი, რომ ზურაბ ადეიშვილი შეიკედლეს და უკრაინის ინტერპოლის დირექტორობაც კი უბოძეს. აქ ორიდან ერთი ვარიანტია. ან იმდენად ვეზიზღებით, რომ ამ სოციოპატს სპეციალურად ჩვენ ჯინაზე ეფერებიან, ან კიდევ კვლავ იმ უხილავი დასავლელი რეჟისორის ბრძანება შეასრულეს, რათა ქართველები უფრო დასაჯონ. ჩემთვის ორივე ვარიანტი მიუღებელია. როცა საქართველოს ნომერ მეორე დამნაშავე ჩვენს მეგობარ და ერთმორწმუნე სახელმწიფოში მოწინავე პოზიციას იკავებს, იქ მეგობრობაზე საუბარი ზედმეტია. საერთოდ
მოდი დავასრულოთ ეს ბავშვური ნარატივი მეგობარ და არამეგობარ სახელმწიფოებზე. როგორც ცხონებულმა ლორდმა პალმერსტონმა თქვა, არ არსებობს მუდმივი მოკავშირეები და მუდმივი მტრები. მუდმივი მხოლოდ ინტერესებია. ეს ფორმულა ყველა ქვეყანას იდეალურად ერგება. ამიტომ საერთოდ არ გამიკვირდება თუ ის, ვინც დღეს ჩვენ მთავარ მტრად არის გამოცხადებული, დროთა განმავლობაში ისეთ პარტნიორად იქცეს, რომელთანაც თანამშრომლობის დამალო ან ლამაზად შეფუთვა აღარ დაგჭირდება. რაც შეეხება ადეიშვილს. რა ვიცი, მე პოლიტიკოსი არ ვარ და ალბათ ბევრ პოლიტიკურ სვლასა თუ გადაწყვეტილებას ვერ გებულობ, თუმცა ჩემთვის წითელი ხაზები ყველგან და ყველაფერში არსებობს. ადეიშვილის მოფერება და მისი დაწინაურება სწორედ ერთ-ერთი ასეთი წითელი ხაზის გადაკვეთაა. აი ეს არის ჩემთვის მიუღებელი. როდესაც ყველაფერი დასრულდება, ისე რა ხშირად ვამბობ მე ამ ფრაზას, როდესაც ყველაფერი დასრულდება. როდესაც ყველაფერი დასრულდება, ძალიან მინდა საღად მოაზროვნე პოლიტიკოსებმა ორივე მხრიდან გაარკვიონ, რატომ გახდა საჭირო ადეიშვილის მოფერება და დაწინაურება. რით დაიმსახურა მან უკრაინელების ისეთი სიყვარული, რომ მის გამო კიევის მთავრობამ საქართველოში ერთგვარი უსიამოვნო განცდა გააჩინა. რა დიდი გენიოსია ადეიშვილი ასეთი, რომ მის გამო უკრაინას ჩვენთან ურთიერთობის დაძაბვა უღირდა. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.